ძალიან მშვენივრად ცხოვრობს და ანებეთ თავი. ანუ კორუფცია მისაღებია თქვენთვის? მშვენივრად ვარ. სამსახური მაქვს ყველაფერი მუშაობ. ხო, ქვეყანაში რა ხდება ეს არ არ გაგონებთ? მაინტერესებს. მე თავარი ჩემი ოჯახი როგორ. ეს უნდა დავლიოთ, ვისაც სული და გული უჩეს. შენავა აღავეკი შემოზმა. დრამად მაგაში. დასვიჩო თუ არ ცოტა. ციტოჩი. აი, ხუთ ყურბზე ნაკლები მისწავლიოს დაჯგებული. შეიძლება ასე დავლიო ჯო ეგები. ასე იყოს, ნაკლები არ იყოს. აი მე ხო არ მithქვია მეტი ნაკლები. იმენა თუ შტირზე არ წამოგაცვა ძაღლის შვილი ვიყო. აი პირჯვარს ვიწერ, ქრისტიანი ადამიანი ვარ, თუ შტირზე არ წამოგაცვა ძაღლის შვილი ვიყო. აი შენ მე პირისპირ დამიდექი და თუ არ წამოგაცვა შტირზე, მე ვიყო ძაღლის შვილი. იმენა თქვენ განახებთ როგორ კვდებიან თქვენი ჯიში და მოდგმის ადამიანები. თქვენ ოჯახის წევრებში იმენა აი კაი მანდილოსნები რო ყავთ, ხო იცი იმენა ჯიშიანები რა. ყველას გაგაჩენინებთ გოგოებს და ბიჭებს. თქვენ ცოლებთან გამოვიარე იმენა გარდმო, თქვენ ოჯახებში აი იმენა კაი რო ყავთ, აი იმენა შველებივით რო ყავთ რა. იმათან გამოვიარე ის რომ ოდესღაც ჩვენ მებრძოლიერი ვიყავით და მაგას ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან კარგად ხვდებოდა და მან გადაწყვიტა რომ ამ ასე ვთქვათ პირველი შეცვალა ჩვენი ფსიქოლოგია. შესაბამისად ხმალი რომელიც ჩვენ ყოველთვის თან დაგქონდა შეგვიცვალეს ყანწით და ჩვენმა ბრძოლამ გადაინაცვლა სუფრაზე, სადაც ხან აფხაზეთს ვიბრუნებთ, ხან საქართველოს ვაერთიანებთ, მაგრამ მეორე დღეს როცა იღვიძებს ეს ხალხი აღმოაჩენს რომ 60 კილო ღიპი აქვს წინ და ვერსაც წამსვლელი ვერ არის და არაფრის დამბრუნებელი ის არ არის. ანუ სამწუხაროდ რეალობა არის ეს. ევროპულ გზას დავეძებ და მითხარა სად არის საქართველოს რომ არ ყავდეს ქვეყნად ბადალი თავრობა ისე დაძველდა დარჩა ფიდული მერცედესი მეგონა და შემრჩა ჯიგული მაინც ჩემი ქვეყანა ხარ ჩემი დარდი ხარ ვინც ორას ჯერდა გაჩოქა იქით გარვიხარ ხალხმა აქციების ძალა რომ დანახა ჰუმანურმა სახელმწიფომ ტკბილად გალახა სტუდენტების გაბრაზებას თუ ეხუმრები ჯიბების მაგივრად ივლით ნაგვის ურნები ერთი კაცის მთავრობა ხარ და არ განიცდით მოსვლით იმან მოგიყვანათ წასვლაც არ იცით ხალხმა პარტიები კარგად აწონა აქეთ რომ გაფერა და იქით გაჟონა კი ისევ ვაპატიეთ ეგ საოცრება მივხვდებით რამდენ ხანს გვიწევს კიდევ ოცნება მთავრობის და ხალხის ნდობა სულ რომ გაცივდეს ამ თბილ ბიჭაკს მოგაფარებ არ გამიცივდეს სხვაგან ვეძებთ ვერ ვპოულობთ თურმე აქ არის ასეთი კარგი ქვეყანა აბასად არის ვაი იმას ეს გონება ვინც აგვირია მოხუცი თუ ახალგაზრდა გადაგვირია მაინც როგორ არ უმღერო ხვალინდელ დღეს იმედით დამიჯერეთ გავბრწყინდებით ხვალამდე თუ მივედით დამიჯერეთ გავბრწყინდებით ხვალამდე თუ მივედით